ძველ დროში ჭებს აფარებდნენ ქვას, რომელშიც ვიწრო ნახრეტი იყო. იაკობის ჭის სიღრმე 40 მეტრს აღწევდა. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ჭიდან წყალს იღებდნენ თოკების დახმარებით. ისე, რომ ჭის ქვიანი ნაპირები ამ თოკებით გაიჭრა, გაიხეხა და გაპრიალდა. თოკი, რომელსაც ეს ქალი ეწეოდა, ასევე აპრიალებდა ამ ქვას. ასეთი ჭა ბევრი არსებობდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. აქ გაცხადდა ჭეშმარიტება. შენ რომ იცოდე რა სიძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს. იყო ჭა-ცისტერნები, რომლებსაც კლდეში ჭრიდნენ, სადაც წვიმების სეზონში გროვდებოდა წყალი, და ჭები ცოცხალი წყლით, სადაც სუფთა და ცივი წყალი მიწის სიღრმიდან ამოდიოდა. თოკი სრიალებს ქვაზე, როგორც სამარიელი ქალის აზრების სრიალებს მის პრობლემებზე. ის ვერ ხედავს ვინ ელაპარაკება მას. სულიერი მღელვარება, ცხოვრების მოუწყობლობა. გონება დაკავებულია მხოლოდ ამით. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ პრობლემებს, თუ კი გვერდით ქრისტეა? მას რომ სცოდნოდა ვინ ელაპარაკება, თუნდაც წამით დაენახა მისი დიდება, მაშინ ყველა პრობლემა გაქრებოდა ამ დიდების ნათელში. სამარიელი ქალის მსგავსად, ჩვენც გვახასიათებს, რომ ცხოვრებას ვუყუროთ მღელვარების პრიზმაში. არაფერს ვამჩნევდეთ გარდა საკუთარი სურვილებისა, არაფერს ვგრძნობდეთ გარდა საკუთარი ტკივილისა და არაფერზე ვფიქრობდეთ გარდა საკუთარი პრობლემებისა. ჩვენი აზრები დაკავებულია საკუთარი თავით და გადაწყვეტილების ძებნით. ჩვენი ლოცვებიც კი უმეტესად მიმართულია ცხოვრების სიძნელეებზე, ჩვენს ავადმყოფობაზე, დანაკარგზე და დარდზე. ჩვენ მათ ხმამაღლა ვაცხადებთ, მათზე ვფიქრობთ, მათ შესახებ ვსაუბრობთ. შენ რომ იცოდე, ვინ არის ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას. ქრისტე არის წყარო ცოცხალი წყლისა, რომელიც მიედინება საუკუნო სიცოცხლეში, სიმშვიდისა და ნუგეშისცემის წყარო. ღმერთის მიმართ თაყვანისცემა სულში და ჭეშმარიტებაში ნიშნავს მზერის გადატანას საკუთარი თავიდან, საკუთარი კერპებიდან და განცდილი შიშებიდან ქრისტეზე.